ნაჭყაბნების კონკურსი თბილისში რუსთაველზე ძველი საბაგირო შენობაში დღეს სტუდენტების უბის წიგნაკის ჩანახატები გამოიფინა. 100 ნაჭყაბნიდან ჟიურიმ 3 საუკეთესო გამოავლინა, რას და როდის ჭყაბნიან სტუდენტები ყველაზე ხშირად ჩვენი სიუჟეტი კონკურსის შედეგებზე. არ არსებობს ცხოვრება, რომელიც ჭყაბნის გარეშე იწყებოდეს. თარხან მაგრაძე იმ კონკურსის წევრი იყო, სადაც საუკეთესო ნამუშევარი არც ნახატებს, არც პროზაულ ნაწარმოებებსა და არც პოეტურ კრებულებს შორის უნდა გამოევლინათ. საუკეთესოდ ამ კონკურსზე 3 ნაჭყაბნი უნდა დაესახელებინათ. ისეთი კონკურსია, რომ ნიჭზე ზოგადად ესე ვერ გავაკეთებდი აქცენტს, იმიტომ რომ აქ მარტო სამხატვრო უნივერსიტეტის მოსწავლეები არ იყვნენ, ასე სამედიცინოდან ყველა უნივერსიტეტიდან იყვნენ. სტუდენტებს ნაჭყაბნებად საკუთარი სურვილები უნდა ექციათ. ასეთი იყო კონკურსის პირობა. ჩანახატი შეეძლოთ გაეკეთებინათ ყველგან, სადაც მოისურვებდნენ. სტუდენტების ნაწილმა აღიარა, რომ ლექციებზე ჭყაბნიდა. თუ ერთი iPhone-ის ყიდვაზე ოცნებობდა, მეორე მათემატიკურ განტოლებებს ხსნიდა, მესამეს უბრალოდ გიტარის შეძენა სურდა. შენ როგორ გონია დიდი მხატვრები არ ჭყაბნიდნენ? და მე ჩვენ ვიძახით, აუ ეს რა მალევიჩმა რა გააკეთა, რა შექმნა, დაჭყაბნა რაღაცა. ან სალვადორ დალი, ან პიკასო. რუსთაველზე ძველი საბაგირო შენობაში 9 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ჩანახატები გამოიფინა. სამკაციან ჟიურის არჩევანის გაკეთება 100 ნაჭყაბნს შორის მოუხდა. შორენა ჟღენტი, რომელსაც გადაეცემა უახლესი Google-ის პლანშეტი Nexus 7. ეს არის მუსიკის მოსმენაში, რა ემოციაც ქონდა, ის გადმოვეცდა და ფრაზები არის შიგნით წერიათ. მინდოდა რომ დამეწერა და რაც გადმოვეცა მუსიკით. მე მივიღე iPhone Nano, ყოველთვის ოცნებობდი ამაზე მართლა. და ძალიან გამიხარდა. ჭყაბნის ხელოვნებაში კონკურსი 2007 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. საქართველოში პირველად კონკურსი 2010 წელს მოეწყო, თუმცა მაშინ კონკურსში მონაწილეობა იმაზე ბევრად ნაკლებმა სტუდენტმა მიიღო ვიდრე წელს. წლევანდელი კონკურსისთვის თეთრ ფურცელზე 7000-მა სტუდენტმა დაჭყაბნა.